მაგრამ ამასთან ვერ ხო, რა თქმა უნდა. აი ეს ნომერ პირველი ავტომობილია. ეს არის შემოსასვლელი. ეს არის ჩვენი ცენტრი და ვინც იცის ჩაქვი, აი ესეთი ცენტრი თურქეთშიც არ არის დღეს, ბათუმში რომელიც არის. რაც შეეხება ავტომობილის ბაზრობას, ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ამის გაკეთებას. მეგი შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, არ ჩემი ბიძაშვილი ხარ, არ ჩემი მამიდაშვილი ხარ, მაგრამ მეუღლე ჩემი ძმაკაცია, დავძმაკაცდით, აქ ახლოს ცხოვრობს და ორი შვილის დედაა და ბანკში ნამუშევარია და ბანკში ხეირი არ არის და ხეირი აქ იყო და მოვიდა აქ. გისურვებ წარმატებას, არკადი. ძალიან კარგი ბიჭია. აგერ ცხოვრობს, ახლოს ცხოვრობს, უყურე როგორ არის ბიზნესი. ყოველთვის ჩხოროწყუდან არ უნდა მოიყვანო აქ თანამშრომელი. აი ეს არის შეცდომა, მაგრამ ყველა ბიზნესმენი არ არის. ვარი ბრალებს ყველა, ესე არ არის. აქაური ადამიანი უნდა გიმადლოდეს. აქ უყურე, შენ ეგერ ცხოვრობ. არკადი აგერ ცხოვრობს. ნუკრი ეგერ ცხოვრობს, ლევანი აგერ ცხოვრობს, დასვის ბიჭები ყველა ერთმანეთს იცნობთ, ხო? აი ეს არის ბიზნესი. ეს არის ბიზნესის მიდგომა და არკადი არის ძალიან კარგი ბიჭი და ძალიან კარგად ასრულებს მის მოვალეობას. ნუკრი კიდე ჩემი ძმაკაცია, დიდი ხნის მაგაცია და პენსიაზე უნდა გავიდეო აქედან. თავს იკლავს, რომ პენსიაზე უნდა გავიდე აქედან უნდა. 15 წელიან ნუკრი აქ რომ მუშაობს და ნუკრი გისურვებ წარმატებას. ლევანისთან კიდევ რა ვიცი. აი რამდენი ხნის ურთიერთობა გვაქვს იცი? მეგი დაახლოებით 20-25 წლის ურთიერთობა გვაქვს. ლევანი პატრულში მუშაობდა და პირველად აქ რომ მოვედი, აქ იყო მთა და შემოვედი მანქანი და ამას ავთვალიერები და ლევანი დამადგა თავზე. და მე ვუნი ვაკ რა გინდობა ამ საღამოს. მე ვთხარი ხაზაო, გეგმავ რაღაცა, რას გეგმავ გასო ამ საღამოს, რა საქმე გაქვს? იქიდან გავიცანით ერთმანეთი, ძმაკაცობთ, მაგრამ როგორი ძმაკაცობა და ურთიერთობა გვაქვს, იცი? კაცური და ქართული. ან უნდა იძმაკაცო ოჯახით, ან ესე არა. თქვენ რო გაგიცანით, პირველი თქვენი მეუღლე მოვიდა, მოგაყვანი. დავძმაკაც, მეგობრობთ, ხო? მე ქართული ადაწესების მიხედვით წავიდა მიჭახუნება. ღვინოს ბიზნესია მეუღლე და ასე შემდეგ რა, ესე შეიქმნა ეს 20-25 კაციანი პატარა გუნდი. მინდა მთელ აჭარის მოსახლეობას დიდი მადლობა გადაუხადო ამ ხარ დაჭერისთვის. მე არ ვიცი